Voyager by Solos და Expedition by Travel Junkies კოლაბორაცია გრძელდება. ჩვენ ახლა ვართ კოლუმბიაში, Sierra Nevada-ს მთათა სისტემაში, კოგის ტოკში და ჩვენი სუპერ დაუჯერებელი ექსპედიცია იწყება. Პატარა დეტური გვაქვს ხა, ძალიან ლამაზად. ძალიან მაგარი დღე გაგვითენდა. სერიალში ვარ რა, ისე შეგრძნება მაგრამ სერიალში ვარ. დინებს გადააჭარბა. ვარაცხელია. გავარკვიეთ რომ ერთ აქაურ ტომის წარმომადგენელს აქვს კოკას ფოთლები. Colombia is intense, not for beginners. სილამაზეა ღმერთო შემოშ. ლენა როგორი განწყობა? კროქსებით არ წამოხვიდეთ. სიგიჟე მისია გქონდა რა. ექსცელენტი. რა ღვთაებრივია რა. ქორწილის დღეს მოვიდა. ალბათ იტყვით რა ქორწილისა, მაგრამ Buenas კოლუმბიიდან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ყველაზე რთული პროექტიდან. რთული იმიტომ რომ აქ 15 ადამიანთან ერთად ვართ, 15 ექსპედიტორთან, რომელიც საქართველოსთან ჩამოვედით და ამ სიშორეზე, ამ კონტინენტის სპეციფიკობიდან გამომდინარე, ენის ბარიერიდან გამომდინარე და კიდევ ბევრი ფაქტორებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო ამ ყველაფრის დაგეგმვა და ორგანიზება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს გავართმევთ თავს, იმიტომ რომ ჩვენ აქ უკვე ნამყოფები ვართ ამ მარშრუტზე და ზუსტად ვიცით რას ვაკეთებ და სად ვიყავს ხალხი და რა გეგმა გვაქვს. ნამდვილად ჩვენ ორი გეგმა გვაქვს. ერთი არის კოგის ტომის მონახულება, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ისეთ ასკეტურ და იზოლირებულ ტომად სამხრეთ ამერიკაში. და მათ აქვს ბუნების კულტი, ისინი ფეხშიშველები მოძრაობენ და გონიათ რომ ჩვენ ადამიანები, რომლებიც არ ვართ კოგის ტომის წარმომადგენლები, დედამიწას არასათანადოდ ვფრთხილდებით და მათი პატარა ძმები ვართ, ესე მათი პატარა ურჩი ძმები ვართ და თვითონ კი უფროსი ძმები, ხოლო დედა მათი არის დედამიწა. მეორე მიზანი კი არის ტაირონას ნაციონალური პარკის გადაკვეთა, ჯუნგლებში შესვლა და ყველაზე იმ ველური სანაპიროების, რომლებზეც ალბათ კოლუმბიელებიც ძალიან ცოტანი არიან ნამყოფი და საერთოდ ცოტა ადამიანი არის ნამყოფი. ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ადგილებია ძალსახად. და უნდა დავამტკიცოთ, რომ კოლუმბია არის უსაფრთხო და ძალიან საინტერესო ქვეყანა სამოგზაუროდ. Vámonos! Hey, the best feast in Georgia. Welcome to Colombia. Caro 60, que de lo que yo ya era 50. Dile que sí que dile, mira que yo tengo el estilo, mira que hacerlo de esta manera, mira que no pueden, yo tengo el estilo asimile. Mira que lo sé, lo noté, mira que en el beat, and you of the hell for the rapper. 50, Georgia. Hola chiquitos. ამჯერად სალამი კოლუმბიიდან. ბოგოტაში ჩამოვედით. ამაზე მაგარი ქვეყანა ჩემთვის არ არსებობს სამოგზაუროდ. მეორე ადგილზეა იაპონია, პირველზე კი კოლუმბია. სულ რაღაც ერთი კვირის წინ -25-ში ვიყავით. თუმეთში არა, ლაპლანდიაში. ახლა კი +25-ში ვართ. თუმეთში არა, ბოგოტაში და გენიალური დღეები გველის. ნელ-ნელა გაგაცნობთ ჩვენი დღეების განრიგს. პატარა ვიწრო კოლონიალური ქუჩები, ბევრი კათედრალური ტაძრები, ფერადი ხალხი. ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ქალაქი არის სასეირნოდ. აქედან საღამოს მივფრინავთ უკვე კარტახენაში. კარიბის ზღვის რეგიონის დროშა ფრიალებს. ჩვენი ექსპედიციის მესამე დღე არის, ნელ-ნელა წინ მივიწევთ უკვე კარიბის ზღვასთან ვართ. კარტახენაში, ქალაქ კარტახენაში ჩამოვედით და პირველ რიგში მოვედით აუღებელ ციხესიმაგრესთან. ასე ეძახიან მას აქ კოლუმბიაში, იმიტომ რომ თავის დროზე ამ ციხესიმაგრემ დაიცვა ეს ქალაქი ბრიტანეთის იმპერიისგან. ეს ციხესიმაგრე ასევე არის იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი და ასევე ითვლება ამერიკაში ყველაზე რთულ და ყველაზე მასშტაბურ სამხედრო დანიშნულების ნაგებობად. ასე რომ საინტერესოა თუ აღმოჩნდებით კარტახენაში, ეწვიეთ ამ ადგილს, გირჩევთ რომ ამ ადგილით დაიწყოთ კარტახენას მონახულება და შემდეგ აქედან უკვე ხიდს რომ გადახვალ, აღმოჩნდებით ძველ ქალაქში, ძველ კარტახენაში. როგორი უცნაური შეგრძნება არის, რომ იანვარია ახლა, ან ზამთარია, ნაძვის ხეები და 30 გრადუსიანი სიცხე.
ღმერთო სად ვართ ნახეთ რა ეს არის კარტახენას ერთ-ერთი ძველი კოლონიალისტური და ულამაზესი სასტუმრო სოფიტელი როგორი არქიტექტურაა ნახეთ აქ თუთიყუშები ესპანურად საუბრობენ. დღეს კარტახენასთან ახლოს მდებარე კუნძულების ტური გვაქვს, ესე ვთქვათ. Island hopping-ი, ანუ ბევრ სხვადასხვა კუნძულზე ვიმოგზაურებთ გემით. პირველი გაჩერება არის კუნძული ბარუ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მდებარე კუნძული კარტახენასთან ახლოს მდებარე კუნძულებში. შემდეგი გაჩერება არის ტიერა ბომბა, ეგეთი კუნძული არის და შემდეგ უკვე ისლა გრანდი, ანუ დიდი კუნძული, სადაც ადრეც ნამყოფი ვარ და ძალიან მაგარი ადგილებია და ანუ აი უკვე ერთი სული მაქვს, როდის ვხვდებით ისლა გრანდეზე. ექსპედიცია ისვენებს კარიბის ზღვაზე. დავიძარით როზარიოს კუნძულებისკენ. ისლა გრანდი. ისლას დელ როსარიოს ერთ-ერთი მთავარი კუნძული. ვაუ. ჩემო კაპიტანო, რა სიტყვით აბა კარიბის ზღვაზე? დინებს გადააჭარბა. მართლა? თვითონ კოლუმბია. პატარა დეტური გვაქვს ხა? სალამაზ ადგილას, აი ძალიან ლამაზ ადგილას რა. მინი ლაშქრობაც გამოგვივიდა. გემი გადის და გვიჩქარებოდა და ამიტომ ახლო ტერიტორიები ვნახეთ. ვიმზადებით თავარი ლაშქრობისთვის აირონას ეროვნულ პარკში, რომელიც ჩემი აზრით სოფლიოს ტოპ 3 ეროვნულ პარკში მაინც შედის თუ პირველი არა. შემდეგი კუნძულის დროა. Los Pupunos. ეს არის სუპერ ავთენტური კოლუმბიური კუნძულოვანი სოფელი, ანუ სოფელი კუნძულზე. ამაზე ავთენტურს დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტა ადგილას თუ ნახავთ რამეს რა. Hola. ესე ცხოვრობს აქ ხალხი. სერიალში ვარ რა, ისეთ შეგრძნება მაქვს, სერიალში ვარ, ბავშვობაში ბრაზილიური სერიალები და რო გადიოდა კოლუმბიაში. Hola chicos. ეს არის ადგილობრივი კაფე, სადაც ექსპედიცია შეჩერდა დროებით. აბა როგორ ხართ, მეგობრებო? ¿Qué pasó? ¿Qué tal? Hola, Isla de Rosario, Isla Grande. კოლუმბიურ სერიალში ვარ. Joga bonita, sí? Bonita, Carastelia. Guaratzgelia, sí, sí. Muy excelente. Sí, sí, claro. Bye bye. 1, 2, 3. Colombia is intense, not for beginners. Super nice haircut. Muy bien. ¿Qué va? ძალიან მაგარი დღე გაგვიცენდა, ცოტათი დამღლელი გზის შემდეგ ჩამოვედით ტაირონას ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე და დავსახლდით პირდაპირ კარიბის ზღვის პირას რეზორტ ვიახერო ტაირონაში, რომელიც პირდაპირ ჯუნგლებში არის ჩაფლული, ჩვენი ბუნგალოები გვაქვს. ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე ვიღვიძებთ, აი ამ წუთას კოლიბერმა ჩამიფრინა და სასწაული შეგრძნება იყო მართლაც. და დავიწყარი 3 დღე გველოდება წინ. სილამაზეა ღმერთო შემოესე რომ მიდიხარ საუზმეზე. შეიძლება მეტი ინატრო რა. 60-ის ბაღი არის ეს ადგილი რა. კოლუმბიის მთებში სიერა ნევადაში. სანაპიროს ქვია კოსტენიოს სანაპირო. ამ ადგილას
შევჩერდით ექსპედიცია რამდენიმე დღე, სანამ ჩვენი მოგზაურობის კულმინაციამდე მივახცევთ, რაც არის ტაირონას ეროვნული პარკი. ახლა კი ტაირონას მისადგომებთან რამდენიმე დღე აკლიმატიზაციას გავდივართ, ვისვენებთ და ზეგიდან უკვე დავიწყებთ ჩვენს გრანდიოზულ ლაშქრობას ტაირონას ეროვნულ პარკში. ყველა ნომერს აქვს ესეთი სახელი, ანუ ცხოველების სახელები აქვს. ეს არის მანტარეი, ლამაზი არსება. პატარა უსაყვარლეს სოფელ პალომინოში ჩამოვედით, სადაც უნდა ვნახოთ ადგილობრივი გამყოლი, შუამავალი, რომლის გარეშეც აკრძალულია ატომში შესვლა. ბაიკები, უხსნიან სერგის. მონჯღრეულია ყველაფერი, მაგრამ მე მგონი 15 კილომეტრს გაგვატარებინებს. ეგაც. სიგიჟე მისია გქონდა რა, 15 ადამიანი ვართ და 5 მოტო ყავს და ეს 5 მოტოც არ ყავდა, გზა და გზა ვიშოვეთ 5 მოტო, ოღონდ აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოტოები და ავდივართ ტომებში. აი ესეთ პატარა ვიწრო გრუნტის გზაზე უნდა ავიდეთ კოგის სოფელში. ამ მოტოს სიკვდილი უნდა, მეტი აღარ შეუძლია. ეს პირველი სიჩქარეა. ან მეხუთე, ანუ არ მუშავებს ის გადამცემი და Voyager by Solos და Solos მხარდაჭერით ჩვენი ექსპედიცია ამჟამად კოლუმბიაში, კოგის ტომში იმყოფება სიერა ნევადას თათა სისტემაში. მოვედით კოგიში. სულ 800 ადამიანი არის დასახლებული ამ სოფელში და დაახლოებით 4-5 საათის სავალ გზაზე იქ მთაში კიდევ არის სოფლები, მერე კიდე 1-2 დღის სავალზე მივი არის სოფლები, მოკლედ ეს მთელი მიწები ეკუთვნის კოგის ხალხს. ნება დაგვთეს რომ ვაუ ესეთი არის კოგის სახლი. ესე ცხოვრობენ ერთი ჰამაკი ყველა კოგის ოჯახში. კომოტეამ 1 Ema shaka. Mucho gusto. 800 ადამიანი ცხოვრობს ამ საკმაოდ დიდი სოფელია ეს კოგისთვის. 800 ადამიანი ცხოვრობს აი ამ ქოხებში. ტომის ბელადმა ესე ჩამოგვიარა, ვკითხე მამოხარ თქო, ანუ ბელადი თქო და კი ამიდი დაათვალიერეთ. საყვარლებიერი. სურიალურია რა. ეს პატარა სოკოებივით ტალახის სახლები ღმერთოჩი. ეს დიდი ქოხი არის, ომის საბჭო, ხუთესთა საბჭო, პარლამენტი, სენატი, არ ვიცი რაც გინდათ დაარქვით. აქ იღებს გადაწყვეტილებას აი ეს მამო, ძალიან სერიოზული ტომის ბელადი, რომელიც იყო. ეს არის ბელადი და ხელში უჭირავს კოკას ფოთლებისგან დამზადებული რაღაც მოწყობილობა, რომელსაც ეს ზელავს, ურევს და თან მე ამას ჭამს და დადის აქეთ-იქით. გავარკვიეთ რომ ერთ აქაურ ტომის წარმომადგენელს აქვს კოკას ფოთლები. ზოგადად ეს ტომი ცნობილია ამით, რომ კოკას ფოთლებს ზრდიან რიტუალური მიზნებისთვის. აკეთებენ ნაყენებს, ხეჭავენ კოკას ფოთლებს, იმიტომ რომ ორგანული, კარგი ჩაი გამოდის კოკას ფოთლებისგან, მხოლოდ ცუდი რაღაცებისთვის არ გამოიყენება და კარგი თვისებებიც გააჩნია. ეს დღეც დადგა. მივედით ტაირონაში ჩვენი ექსპედიციის კულმინაცია. 15 ქართველი მოლაშქრე და დავლაშქროთ სიერა ნევადას. ლენა როგორი განწყობა? გავუდექით გზას, შევძლებთ პირველ კილომეტრზე ვართ. ზოგადად ლაშქრობას, მაგრამ განსაკუთრებით ესეთ ჯუნგლებში თავის წესები აქვს. უნდა ყავდეს ჯგუფს ერთი გზირი, რომელიც წინ მიდის და გზას აგვარებს, ესე ვთქვათ. უნდა ყავდეს ჩამკეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა, როგორც უხუცესი მგელი ხროვაში. რომის უკან არავინ არ მოდის და აკონტროლებს ჯგუფის ტემპს და ასე შემდეგ და შუაში გამონაწილებელი რომ ეს ჯგუფები ერთმანეთს არ მოწყდნენ და ერთმანეთთან კავშირი სულ იყოს და სულ ხედავდეთ ერთმანეთს. მე ამ პრინციპით მივდივართ ახლა. თან აი თუ დაიღლები ლაშქრობისას შეგიძლია ესეთ ულამაზეს სანაპიროზე გაგრილდე, ჩახვიდე წყალში, დაისვენო. შემდეგ გააგრძელა უკვე გაგრილებულმა გზა. დაიმივადექით პირველ სანაპიროს ძირითადად ხალხი, რომელიც ერთი დღით შედის
ტაირონას პარკში აი ამ სანაპიროზე მოდის და აქ ატარებენ მთელ დღეს და მერე ბრუნდებიან. ჩვენ კი გავაგრძელებთ, ცოტა ხანი დავისვენებთ აქ და გავაგრძელებთ გზას. ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდე დაახლოებით 6-7 საათის გზა გველოდება. ძალიან მრავალფეროვანი რელიეფით, ძალიან საინტერესო ბუნებით, ცხოველებით, ფრინველებით. აქ ეხლა ცოტა დავისვენებთ და გავაგრძელებთ გზას. აი ესე მივდივართ. აი ნიანგებიან დინარესაც მივაგეთი. თან თანაცვლებს რა მთა სხვა. საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ. შემდეგი პუნქტი, სადაც გავჩერდებით, არის სან-ხუანის სანაპირო. ამ სანაპიროთი არის რეალურად განთქმული ტაირონას ნაციონალური პარკი, ალბათ ყველაზე ეფექტური სანაპიროა, რომელსაც მივადექით უკვე რაღაც 2-3 წუთში გამოვალთ და დავათვალიერებთ აქაურობას. აი გამოვედით ტაირონას სავიზიტო ბარათთან, ელ კაპო. რა ლამაზია რა. საკმაოდ ბევრი ხალხია სან-ხუანის სანაპიროზე. უამრავი კემპინგ ზონა, ბევრი კარავი არის, რესტორანია, რაც საერთოდ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ადგილია, კარიბის ზღვა, ძალიან კარგი სანაპიროები. თუმცა ჩვენ არ დავრჩებით ამ სანაპიროზე, გავაგრძელებთ გზას და დღეს ღამე დავრჩებით ეკოლოჯში, რომელიც მდებარეობს 2 საათის სავალ გზაზე აქედან. ჩვენიერია რა, სულ იცვლება. არ მოგაბეზრებს თავს. არა სერგი? ცოტა თავი კი ჩამოვარდი ახლა. ეგ არაფერი. ხო რა. ხოხსებით არ წამოხვიდეთ. რატო? ჩამოვედი თითქმის. რა ღვთაებრივია რა. აი რაღაც სხვა მუღამია. გამოვედით და ესეთი სანაპირო დაგვრა. აი ესეთ საყვარელ ბუნგალიტოებში ჩამოვედით, ანუ აქ არაფერი არ არის, საერთოდ ველური სანაპირო არის და ამ ხალხმა გააკეთა ესეთი პატარა საყვარელი ქოხები, სადაც მოგზაურები რჩებიან. და ახლა უკვე გვიწევს წასვლა, ჩვენი ლაშქრობის მეორე დღეა, უკვე მთავრდება ჩვენი საზღვაო და ტროპიკული გამოცდილებები და იწყება უფრო ურბანული მედელინში, აქედან ჩავდივართ მედელინში, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საყვარელ ქალაქში მსოფლიოში და ნახოთ იქ რა გველოდება. მაგარია. აუცილებლად დაუბრუნდებოდი ამ სანაპიროზე სასწაული არა, არის ესეთი. შემიყვარდა რა ეგ სანაპირო. ცოტა გადავუხვით დინერ ბილიკიდან. სულ ესეთი გზა არ არის, ბილიკი ვეყოლე, მაგრამ La bednieri bar. Yo veo mucho el pulso Levan Saginashvili. Levan Saginashvili, yeah, we know this guy. No. Colombia bar. Se me Angelia Ángel. აი აბა, ვისაც გიყვართ ლაშქრობა და ეხეთ სიარული, რა სიტყვით ამ ბუნებაზე. სულ გადახურულია ხეებით, ბოლომდე ჯუნგლებში ვართ რა. აქედან უკვე შეგვიძლია მოტოტაქსებით გავუყვეთ გზას. და აი ჩამოვედით მედელინში, აქ 5 დღე გავჩერდებით. აქაურები ამ ქალაქს გაზაფხულის ქალაქს ეძახიან, იმიტომ რომ სულ გაზაფხულის ტემპერატურაა, 1200 მეტრზე მდებარეობს ეს ქალაქი და ძალიან სასიამოვნო ამინდია. ქალაქი თვითონ ჯუნგლებში არის, ფაქტობრივად ჩაფლული, კორპუსები ტრავერსებზე, ტყეში ძალიან სიმწვანეა, საოცარი ადგილია და ძალიან მოგწონს აქაურობა. მედელინი ერთ-ერთი ყველაზე ტოპ სამოგზაურო ქალაქი გახდა ჩვენთვის ამ ჯგუფის კლებრივ ყველა მონაწილისთვის. ანუ იმ უამრავი ქალაქიდან, სადაც ნამყოფები ვართ, მედელინი მინიმუმ ტოპ 3-ში იკავებს ერთ-ერთ მოწინავე ადგილს.
2011 წელს მთავრობამ ააშენა ესეთი ესკალატორები და დააკავშირა კომუნა 13 დანარჩენ ქალაქთან და აქაურ მოსახლეობასაც გაუმარტივა ცხოვრება, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ადრე გადაადგილება. ახლა კი აქაური მოსახლეობა ეკონომიკურადაც მოძლიერდა, ყველა რაღაცას აკეთებს, მაღაზიები, კაფეები, რესტორნები აქვთ და ესე ინტეგრირდა აქაური მოსახლეობა და დაეცა ასევე კრიმინალის დონეც. აი ქორწილის დღეს მოვიდა, ალბათ იტყვით რა ქორწილისო, მაგრამ გადავწყვიტე რა აქონდეს pre-wedding party, ანუ წინა საქორწილო ახალგაზრდული წვეულება, ექსპედიციას მიბმული, ესე ვთქვათ. და ძალიან მაგარი ვენი უგოქ, ანუ ადგილის რას იქნება ეს წვეულება. 15 ქართველი ვარ, დაახლოებით მოგდენივე ჩემი მეგობარი მედელინელი და აი მანქანაც. ეს იქნება ჩვენი მანქანა. ჩვენი დაუვიწყარი კოლუმბიური ექსპედიცია დასასრულს მივახლოვდა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციებით, შეგრძნებებით და რავი, სანახაობებით დახუნძლული იყო და ინტენსიური ეს ორკვირიანი თავგადასავალი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ჩვენი ყველა გეგმა რაც ჰქონდა დასახული წარმატებით შევასრულეთ. უამრავი ქალაქი მოვინახულეთ, ბოგოტა, კარტახენა, მედელინი, ნაციონალური პარკი, ტაირონასი, ასევე ვეცვიეთ კოგის ტომს, ძალიან დახუნძლული შთაბეჭდილებებით დახუნძლული მოგზაურები. 15 ქართველი მოგზაურისთვის, ვინც აქ ვიყავით, ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეები და საუკეთესო მოგზაურობა იყო. მთელი მოგზაურობის განმავლობაში იმდენი ახალი, იმდენი რაღაც პირველად მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, ესე ვთქვა და იმდენი ახალი შეგრძნება მივიღეთ, რომ ალბათ ამის გადასახარშად ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, რაც პირველი კითხვა არის ხოლმე კოლუმბიაზე, რა ვიცი, რას ფიქრობ, საკმაოდ უსაფრთხო არა? საკმაოდ უსაფრთხო ქვეყანა არის, შეიძლება ადრე 20-30 წლის წინ აქ სულ სხვა სიტუაცია იყო, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია ახლა. ჩვენ აქ აუცილებლად კიდევ დავბრუნდებით, კიდევ უფრო მეტ ხალხს ჩამოვიყვანთ, კიდევ უფრო მეტ ხალხს გავაცნობ და გავუზიარებ სამხრეთ ამერიკულ კულტურას და მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენი შემდეგი მოგზაურობა არის ყველასთვის საყვარელ ქვეყანაში. მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეგ ქვეყანა არ უყვარს, ეს არის აზიაში ამომავალი მზის ქვეყანა, იაპონია, სოლოსთან ერთად და ჩვენს ერთგულ, ასე ვთქვათ, მოგზაურებთან ერთად ვეწევით იაპონია ძალიან სპეციფიური მარშრუტით და ძალიან განსაკუთრებული გეგმებით, ასე რომ გამოვყევით და იყავით ჩვენთან ერთად, იყავით ამ მოგზაურობის ნაწილი. დროებით. ადიოს.